დავბრუნდით, რაღაც მარტოვზი ვარ თუ თქვა. ერთი გამომეცაა. გართულები ფეხსაცმელები ჩვენთან. მოვალ წარმოადგენს სტუმარს აუცილებლად მოვალ მარია მონიანი არის დღეს ჩვენი სტუმარი დიზაინერი, რომელმაც არაჩვეულებრივი ფეხსაცმელები მოგვიტანა ისეთი საზაფხულო მხიარული ფერებით, თან ხელით არის ხო ეს ყველაფერი. მარიამი შეიძლება რომ პირდაპირ ეთერში თან მოვხატოთ ხო როგორ ეხოთება. დიახ. მოდი თან დავიწყოთ პროცესი და თან ვისაუბროთ. რაც გავაკეთებთ მაშინ გითხარი ხო თან. აი გავაკეთებთ. ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ გოგოში რომელიც რაღაც ყველაზე კეთილია და რა ვიცი. წამოჩვენ იმპროვიზირებულ სახელოსნოში გადავინაცვლოთ. იქ გირჩევნია? ხო, ალბათ. ეს არის ჩვენი სახელოსნო. არ მეწევა 27 ერთ-ერთი არის. კი, გვაქვს 27. ყველა ზომა. მარიამ, როდის ხო? კი, რა თქმა მაშინ დაგიწყო მოსამსკამს. ესე იგი, კონტურები არის გაკეთებული უკვე ესპადრილზე, შემდეგ კეთზე შეიძლება ითქვას, ახლა უნდა გავაფერადოთ, ხომ და მოვხატოთ უფრო სწორად. კი, უნდა მოვხატოთ. კარგი. და მე დამაინტერესა თავიდანვე ერთი კითხვა გამიშთა, ძლებს მითხრეს ყველაფერი, ანუ არის რეცხება ადვილად. ხო, ანუ აი რომ გავეცხრა წვიმაში რომ არის, წვიმაში რომ მოყვათ არ გადავა, უნდა გაირეცხოს ხევით 30 გრადუსზე. კი ბატონო, კარგი, თან დავიწყოთ. ამტან. კი. დავიწყოთ ხა? დავიწყოთ კი. კი ბატონო. მარიამ, როდის დაიწყე ფეხსაცმელების მოხატვა? როგორი ფორმულირება აქვს? შეიძლება დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინი, კერძოდ ფეხსაცმლის. ანუ შემდეგ პირველად პარიზში ვნახე ტექსტილის საღებავი, იქ ვიყიდე, შემდეგ გავაკეთე ჩემთვის. მე ძალიან კარგად რომ ვიხმარე, ეს ძალიან ყველას მოეწონა. შემდეგ გადავწყვიტე, ხო, დიახ. ანუ მარიამ, ამას ყიდულობ შენ ფეხსაცმელს და მე შენ თვითონ ხატავ თუ როგორ დიახ? ხო, ფეხსაცმელს ყიდულ, ვიწერ ფეხსაცმელს და შემდეგ ვახატავთ. მაგრამ თუ თქვენი შეკერილია, ვიცი რომ ფასი იმატებს. ხო, რა თქმა უნდა, აქაც იყერება, მაგრამ ფასი ამ დროს ცოტა იზრდება. ეს არის შეკერილი ფეხსაცმელი ხო? ხო, ეს არის უფრო ყოველთვის ხელმისაწვდომი ამის ფასი. შედარებით. და კერძო შეკვეთებიც მოდის ხო ალბათ რა უნდა კონკრეტულად. ძალიან ბევრია, დიახ. შენი ზომაა? ძირითადად რა უნდა ხოლმე, როგორი ორნამენტი ან როგორი ნახატი. აი ახლა რასაც ვაკეთებ ძირითადად ეს არის ყველაზე მოთხოვნადი და აღარ გაიხარ. ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ეს გავაკეთებ. ნუკა ძალიან გიხდება. იცი როგორ ვთქვათ მარიამ, თუ გინდა ჯერ ერთი ფეხსაცმელი მოვრჩეთ. აჰა, კარგი. მე მეშინია რომ უბრალოდ დროში ვერ ჩავეტევით და ერთი გოგონამ უკვე რაღაც ფორმა დასახე მიიღო. გაფერად და ბიჭია ეს მე ვერ გავიგე. არ წვიმაში არ ირეცხება როგორც მოხდა და განსხვავ შემთხვევაში არ გადადის ეს ორნამენტები. და რა მასალაა? ამტანი მარკერი. ხო. ამძლე მარკერი. სპეციალური ტექსტილის საღებავია, რომელიც სპეციალურად მზადდება. ზოგი ზეთზე არის რაღაც დამზადებული სპეციალურად, ზოგი წყალზე და მაყურებელს ალბათ აინტერესებს, სად შეიძლება შეიძინოს ეს ფეხსაცმელები. ჯავ შემონაწილეობას ვერ იღებ, ხო ვერანაირს? რაფერი გავაკეთეთ. ფეხსაცმლის შეძენა შესაძლებელია მაღაზია Comouch-ი, ზოგი კომოს ეძახის. ბარნავის 45 დრო 41 ნომერში 53 სკოლასთან. დიახ, 53 სკოლის პირდაპირ არის. და მხოლოდ იქ. ფასი ყველა კედის არის 95 ლარი. 95. თუ არ არის კეტი შეკერილი თქვენს მიერ. დიახ. გამოწერილი კედის. ისე მომწონს. ნუკა მაჩვენე. ნუკა მე მგონი მე აღარ ნუკა გავიგე შეკვეთა რა მისია. აი ვისი დახატვა სურდა. სწორია განსაკუთრებით. მე მინდა ჩემი პორტრეტი დავხატო. ხო, რაღაცა მომღერლის ვიღაცა, მაგრამ ეს შენი პორტრეტებით რომ დაიარე. ბეჭედი ხო გააქვს შენი პორტრეტით? ბეჭედი მაქვს. ახლა ფეხსაცმელიც ვეკრება. ამით ყია ცხოვრება. ნარცისი ხარ თქო. ნახეთ როგორი ჭრელი გოგოა. ისეთი საზაფხულო, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მსგავსი ფეხსაცმელი ძალიან უხდება აი იმ სეზონს, რომელიც ახლა გვაქვს. ზაფხული. ხიარული იცი რა მაინტერესებს? ზომების მიხედვით ვატყობ რომ მეტნაკლებად ან პატარა ფეხიანი ბიჭის არის, ან გოგოების არის, მაგრამ ბიჭისთვისაც აკეთებ? ხო, საინტერესოა. ბიჭის ჯერ არ ქონია.
აი ეს არ შეიძლება რომ არადამშვიდად ჩავიწე. კი, რატომაც არა. აი ესეც ნამდვილად. ოპარცაც ბანანებზე რა სიტყვი? კი, შეგიძლია მოიფიქრო რა სურს რო შენ კეთე ხატოს. ფეხზე არა. გაგიკეთებ ფეხზე არა. გაიგე გიორგი. შეგიძლია მოიფიქრო რა სურს. გიორგისაც თავის ავტოპორტრეტი სურს ფეხსაც იცი სალომე. დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ მე მოგეხსენებათ რომ კეტოფილი ვარ და ასე რომ შეგიძლია რაიმე მოიფიქრო. მოვიფიქრებ, კი. შენი პორტრეტი. ყველამ შენი პორტრეტი. შუადღერო დაიწერო. საყურეებზე კეტებზე. შეგიძლია შუადღე. პეპლის ეფექტი რო დავიწერო, არა? ერთზე შუათა მეორეზე პეპლის ეფექტი. აი ან ხო, უცბად დამთავრებული იერი რომ კონტურები და გამოვკვეთოთ, ხო? შენ დაიწერო სიას. ვისაც ხდება პრინციპში შეუძლია რომ თვითონაც გააკეთოს. კი, შეიძლება. თელეთი სეზონი რა მაინტერესებს მაგრამ ამას შემდეგ გაშრობა ჭირდება. თუ პირდაპირ შეგვიძლია ჩავიცვათ და გავუდგეთ გზას. არა, გაშრობა ჭირდება. ოღონდ რამდენიმე წუთი მხოლოდ. მე რა საყვარელია. ამ გოგოს შეგვიძლია გაზომა ეგ გოგოს ჭორფლებსაც გავუკეთეს და პეპია? პეპის აკეთებ? არა, პეპი არ არის. მე მოვიფიქრე, პეპი კი, მოვიფიქრე. კეთილი. ესეც გინდა და და ისიც. დამაინტერესა ხა რამდენი შეიძლება ბავშვებისთვის. კი, კი. შეიძლება? კი. და ფასი იგივეა. ფასი 75 ლარი. პატარა ბავშვებისთვის. სკოლაში აკეთება. აი მე ცოტა ისე ვაკეთებ. ისეთი ლამაზია, მე მაყურებელს ვაჩვენოთ კარგად რომ დაინახო. მე ვიცი, აი თქვენ ამ გოგონა სხვა ხაზი არიცით, რომელიც მოტანილია და თავის ჩანთაში აქვს დამალული ჩეკი. მე ჩემს იმას მე ვერ გამოვჩა. ჩავყოფ ხელს, მაგრამ თვითონ თქვენ და აი. მოდი მარიამ, ამაზეც ვისაუბროთ ახლა. გადაიფიქრე, კეთები გადავიფიქრე. დი ახლა ეს ჩემი არის, ეს არის სადიპლომო ნამუშევარი იყო და გაკეთებულია ძველი სვანური სამკაული არის ეს დეტალები. ეს წინ რაცა. ჩაფრასტიკია და ეს არის გამოყენებული არის პონის ბეწვი. და ამ თემაზე მქონდა პირველი კოლექცია. მეორეს ვერ მოვასწრებთ. მე მგონი ვერ. მოდი იცი რა, არის უკვე დაასრულე. საყვარელი რო კოცნის ამას და აკეთა ბიჭი კოცნის ამ გოგოს. მოდი ბიჭიც გავაკეთოთ ხო? მოვასწროთ. კი, მე მგონი მოვასწრებთ. ერთზე იხატება გოგო, ხო? მეორეზე ბიჭი. და ესე ფეხებს როცა შეატყუპებ და არ უნდა დააშორო ფეხები. მარია, ერთი წამით შეიძლება მაყურებელს ვაჩვენო. არა. ერთი წუთით რომ კარგად, აი, გოგო ჯერ ბიჭი კარგად არ ბიჭი ჯერ არ არის გაფერადებული, მაგრამ ბიჭი იწევს რომ გოგოს აკოცოს. ბიჭის გაცოცხლდება ეხლა. ჩემ კი. ბიჭსაც გავაცოცხლებთ ეხლა. შენი ბიჭი ჭამს, მე მგონი. შენც ბიჭი ყავს. ისინი სხვანა, ისინი უფრო წვრილი ბიჭი და გოგო არის. სტიკი როგორ ბოი სტიკი. ვაჩვენო მაყურებელს ძალიან ლამაზია. ესე იგი, უცბად. აი ესე რო ქნა დაინახავს მაყურებელი? კი, მე მგონი. აი, მე მგონი ახლა ჩანს. აი. ჩვენი ვართ. ბიჭი ჭამს ღრუბელს, მე მგონი თუ არ ვცდები, ხო? ღრუბელი ჭამია. ღრუბელს არა, წყალს სვამს. რაღაცა ის მგონია რომ როდესაც მსგავსი ფეხსაცმელი გაქვს, იხალისებ ყოველდღიურობას და რაც უნდა ჩაიცვა, ალბათ ხარ როდესაც მე ეს ბიჭი ვინ არის? ფეხსაცმელს შევიდე. შეიძლება არ გავიხადო მთელი სეზონი. კომფორტულია. ძალიან კომფორტულია ყველაფერთან ერთად. მარიამ, რაც იქნება თითო ეგზემპლარი, არ არის სერიული გამოშვები. სერიული არ არის, მაგრამ იცით როგორ არის ჩვენთან აი ძალიან კარგია რომ არ არის. ხო, რამდენიმე ბატონო? ესეთი მეორე არსებობს? მადლობა. მე გართულებები მაქვს. მარიამ, ნუკას ინტერესებს. რომ აცვია ეს ახლა რომ ესეთი მეორე აღარ გაიხდის. ხო, ესეთი ერთი არის გაკეთებული სხვა ფერებში. აჰა. ხოლოდ სხვა ფერებში. არა. ფლატ ექსკლუზივი არ გამოგიყვება. იცი, მე მომწონს რომ ცალობით ხდება გაკეთება და არ არის სერიული წარმოება, იმიტომ რომ ყოველას რაღაცა თავისი გემოვნების შესაბამის სიეთი. სათან ხელით რო არის გაკეთებული ეს. ბოლო-ბოლო შეგიძლია მიხვიდე რაღაც შენი სურვილით და შეკვეთი. ხო, ესეც დიდი ფუფუნებაა მომხმარებლისთვის, როდესაც მივდივარ მარიამთან და ვეუბნები რომ ჩემი ავტოპორტრეტი მსურველია. ყველაზე ისეთი კარგი ფოტოთ რომ ამოვარჩევ რომელიმეს და
მარია მოთხოვნა დიდი არის. იმ კაბას მოუხდება შენ როგორ შენი ავტოპორტრეტი. და როგორც ვთქვი, თქვენს მაღაზიაში არა მარტო თქვენი ფეხსაცმელები იყიდება, არამედ ძალიან ბევრი დიზაინერის კი. კი, ჩვენთან არის, სპეციალურად გაკეთდა დამწყები დიზაინერების მაღაზია არის და მათი კოლექციები იყიდება. რაც შეეხება ჩვენებებს, თქვათ აი ამ კოლექციაზე, რომელიც იყო შენი სადიპლომო ნამუშევარი, ბუნებრივია იყო ამ კოლექციის ჩვენება. ხო, მხოლოდ იმას სადიპლომო ჩვენებაზე ვარ, ჩვენ ეს კონკურსებზე, რაღაცებზე, ანუ არ გამიტანია. დანარჩენს უფრო მომავალში. შეკვეთიდან რამდენ ხანში ამზადებ კონკრეტულ შეკვეთას? აი მოვედი რაღაცა ნახატით. აქ უნდა შეიკეროს, თბილისში თუ უნდა შეიკეროს, ამ შემთხვევაში 1 კვირიდან 10 დღემდე გამოდის და ამას ვაკეთებ დაახლოებით 3. გიორგი, მოდი ჩვენთან. ეგ მაინტერესებს თან გამოვიღო? 60 დღეში შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი კეტით, სასურველი ორნამენტი. ეს არის მარიამის სასურველი ნახატით. საბოლოოდ ჩამოყალიბდით ვის რა გვინდა ესე. აი სად იყიდე რომ გეკითხებიან, აი სად იყიდე და აი აქვე ჩემს ნახავ. სკოლაც იქნება აქ. შენ 53 დაასწრე? კი. ვა, ერთი წუთი, აი თარხნიშვილის ქუჩა. ვარნოვი, აი აქ იქნება სადღაც აი შენ. ვარნოვზე. რუკ აქვს დატანებული. 53 ვერ პოულობ. 53 აი აქ არის რა გამოხვალ ცოტა. უნდა წარმოიდგინო რა. დაგხვდება. ან რო კითხავენ სად არის შენი სკოლა, აი აქ სადღაც აი აქ თქონა. მოდი ვნახოთ. ეს გავაკეთოთ, აი ყვავილი დავაჭერინოთ და მარია, მარდა გავიწყოს რა ჭორფლები გავუკეთე იმ მართალია. არნო. და თან ეს ბიჭი რომელიც ცდილობს რომ აკოცოს გოგონას, ამ ბიჭს სწორად ხელში უჭირავს უკან ყვავილი, დამალულია. რომანტიული კეტები. ნამდვილად. ჭორფი. საქართველოს შეიძენ. კი. კი, მოდი ვიყიდო. ძალიან. ეს სხვადასხვა წვრილია? აჩვენოთ მაყურებელს. ხო, ბიჭი ცოტა. ხო, ბიჭი რაღაც. არა უშავს იქიდან გამომდინარე რომ დროში ვარ შეზღუდული, კიდევ კარგად მოვასწარებ. მიხარია რომ შევყებით წინა ბლოკს. კი, ნამდვილად. როგორი სახალისო იყო არა? მე მარცხა დავბრუნდი. მოდი მისაღებ გააკეთო ახლა. არა, რო იცოდე რა იცის მქონა არ მომთხოვდი. მეც. ხო და რა მქონდა შენ საბოლოოდ არ გითხოვთ ეჭვი. რაღაც საშინელება, აი არ ვიცი, ალბათ გონებრივად იმდენად დავიძაბე და კარგად აღარ გახსოვს. ჯერო ტვინმა თავდაცვითი უნარი გამოიჩინა და დამავიწყა. დაბლოკე. დამავიწყა. კი. თავარია რომ პირველ წელს ჩააბარე, ხო? პირველი წელი არ შეგვარგეს, იმიტომ რომ იყო არმიის რევოლუცია და პრაქტიკულად რუსთაველზე გავა შეუძლებელი. მოკლედ დაახლოებით ესეთი. დაახლოებით ასეთი სულ რაღაც 10 წუთი ქონდა შესაბამისად, რა თქმა უნდა სრულ ყოფილად არ არის გაფერადებული ჩვენი გოგონა და კიდევ გულები აქვს დასახატი. აი ხედავთ აი აქ ყვავილი რო უჭირავს და იწევს გოგონასგან. მოკლედ, მარიამს დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო კოლექციის მოტანისთვის. მე კიდევ ერთხელ ვთქვათ, მისამართი, სად შეიძლება შევიძინოთ. როგორც ვიცი, Facebook გვერდიც გაქვთ თქვენ, სადაც შეგვიძლია დავათვალიეროთ კოლექცია. გითხარით Facebook გვერდის მისამართი მაშინ და თან თვითონ მაღაზიის ადგილი. ბარნოვის 45 დროფ 41 ნომერში არის 53 სკოლის პირდაპირ. ბარნოვის და ტატიშვილის ქუჩის კვეთას. და Facebook-ის მისამართი რაც შეეხება? Commode. პირდაპირ მარტივად შეგიძლიათ მიბრძანოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი კეტები ნებისმიერი ნახატით ზედ გაფორმებული. და არა მარტო კეტები. არა მარტო კეტები, ძალიან ბევრი რამე. შეგიძლიათ მიხვიდეთ ბავშვებთან ერთად, ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ მამაკაცებო თქვენს. მოკლედ დღევანდელი გაცემა ნელ-ნელა დასასრულს მივუახლოვთ და ერთმანეთს რა თქმა უნდა შევხვდებით ხვალ, ზუსტად 12 საათზე და დიდი მადლობა რომ 2 საათი ჩვენთან ერთად იყავით. მარიამს კიდევ ერთხელ ხვალამდე. დიდი მადლობა, კარგად, ნახვამდის. ორ შაბათამდე. მე